ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება გირაოს შთამდგომლობას სხდომაზე პროკურატურა დააყენებს. პარალელურად გრძელდება მისი გაშავების კამპანია პროცესში აქტიურობენ რეჟიმის მიერ მართული ტელეკომპანიები და მათი პროპაგანდისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას ისინი ონისე ოქრიაშვილის ფრაზებს ამახინჯებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას. მიზანი ბუნებრივია ცხადია ნათელია, ისინი აშავებენ ადამიანს, რომელიც აქტიურობს რეჟიმის წინააღმდეგ. თაკო მაისურაძემ უფრო მეტი იცის მხარეთა პოზიციების შესახებ, ის ესაუბრა სწორედ მხარეებს და ახლა მოგვიყვება პირდაპირ ეთერში რას ამბობენ ისინი. თაკო ეთერში ხარ. ახლა ხანს სულ რამდენიმე წუთია დაიწყო ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის პროცესი. ნიკო ხურცილავა არის ეს თავდამსხმელი. ჩვენ გავესაუბრეთ მის ადვოკატს და მეგობარს. ადვოკატი ამბობს ჩვენთან საუბრისას, რომ ითხოვენ არასაპატიმრო გირაოს, სურთ რომ 5,000 ლარიანი გირაოთი მან დატოვოს სასამართლო დარბაზი. ჩვენ მას დავუსვით შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო, ანუ ხომ არ არის იმის შანსი, რომ ეს თავდასხმა გამეორდეს, თუმცა ამაზე მან გითხრა, რომ თავდასხმა არ გამეორდება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ნიკო ხურცილავას წერილი, სადაც ამბობს, რომ ძალადობას გმობს და აღარ აპირებს, რომ იძალადოს და ასევე ადვოკატიც და მისი მეგობარიც ამბობს იმას, რომ მის საყვარელ ადამიანებზე თავდასხმას მოყვა ეს ყველაფერი. ნიკო ხურცილავას მეგობარმა თქვა, რომ ემიჯნება ისიც ძალადობას და მისი მეგობრის მხარდასაჭერად არის ახლა მოსული და ამბობს, რომ არ ამართლებს ძალადობას, თუმცა მის მეგობარს უჭერს მხარს, გეტყვით იმასაც, რომ მან სცადა, რომ თავს დასხმოდა კრიტიკულ მედიას, თუმცა შემდეგ შევიდა დარბაზში და ახლა ესწრება სასამართლო პროცესს. ნიკო ხურცილავას გარდა ორი ადამიანი იყო ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, თუმცა მათი პროცესები და ისინი არ არიან დაკავებული, შესაბამისად არც მათი პროცესები არ მიმდინარეობს. საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახლა მოსამართლე. ეს არის ბრალდებული პირველი ტარგეტი სასამართლოს წინაშე. აკვეთის ღონისძიების შერჩევის ხონა არის, პროკურატურის მოთხოვნა არის საპატიმრო გირაო ეწოდებული ოდენობა გასახული 5,000 ლარი. ვიზიარებ ნაწილობრივ დაცვით პროკურატურის მოთხოვნას, თუმცა საპატიმრო გირაოს ნაცვლად ჩვენი მოთხოვნა იქნება ეგრეთ წოდებული კლასიკური გირაო საპატიმრო ღონისძიების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ბრალდებული ნიკო ხურცილავა დღესვე გათავისუფლდება სასამართლო დარბაზიდან. ნიკოს მე ესე ვიტყვი, რომ პროვოკაციის მსხვერპლი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ მის საყვარელ ადამიანებს, არ შეიძლება, რომ ეს პროვოკაციაში არ ჩაითვალოს. რა თქმა უნდა, ძალადობას ვემიჯნებით. ნიკო არ არის დანაშაული, ნიკო კარგი ადამიანია, ამას რო გამოვა თვითონაც დაამტკიცებს. არასასიამოვნო გზით იყო თავისი ქმედება ჩადენილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა 5,000 ლარიანი გირაოც ჩვეულებრივი დანაშაულია და შეიძლება ეს ყველაფერი საკმარისი იყოს მისთვის. ონისე ოქრიაშვილს რამდენიმე დღის წინ ხუმრობების გამო დაესხნენ თავს. შესაძლოა ითქვას, რომ მაპროვოცირებელი ამ თავდასხმის იყო ის, რომ სამთავრობო მედიები აქტიურად ჭრიდნენ არასწორად უკონტექსტოდ მის ვიდეოებს და ავრცელებდნენ სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიაში. როგორც გითხარით, ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხა 3 ადამიანი, თუმცა მხოლოდ ერთია დაკავებული. საინტერესოა ახლა გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობას და გაათავისუფლებს თუ არა დარბაზიდან თავდამსხმელს.